აგეი როშკიძგორო თქვა ამან სასაფლაოია იქით რო გაველით მაგ ნასოფლარიდან ეგ სასაფლაო იმ დროს გაკეთებულია იქ როცა იქ იყო სოფელი ხო და ეხლა ისე აი მე რაც მოვესწარი ხო აღარ ცხოვრობს აქ ხალხ არავინ თორე იქ გასვენება კაცო სად არის აგე 2 კილომეტრამდეა მაშინ არის სასაფლაო და იმის მერე ქვევით ციხეგორი ქვია იქ დღეობასაც ვაკეთებდით ნასახლარებიც არის ხო და აი მან როგორც ნოშრევანმა გამომიგზავნა პირველი და მეორე წიგნი ვარაუდები და რაღაცები და იქ უწერავ დევებზე მაგას მე დაურეკე არ შემხედრი რომ ბიჭო აი მაგ დევებზე რომ ვკითხულობდი ჯოხათ ივანე მგონდებოდა უთხარი იქაო ნასახლარი დევების აიაო ხორნაულთო დედალდევები ხვანიაო საით რაც მოიგონებენ ისენი ოებარ ყოფილანაო ეს მამალა დევები ეს ხორნაულთ როგორ ყავდა კაცო არ ვიცი კაცო მაგას ამბობენ ესე შინაური დევები ყავდა აი მაგას ამბობენ და ეს უწერავ ამასაც ო აი როგორი აი ო და ისენი ოებარ იყვნესაო მორჩილები ყვნესაო და ეს მამალდებები ხალხს აღონებდესაო ანუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ ეხლა რავი რაღაცები არის აი ხალხურიც რო დევების მჭედელს ამობენ ოშკიზგორ ქარჩაბანასო და იმ დევებსო იქა ყოფილანა უცხოვრებო იმ როშკიზგორა იმ ციხეში ეხლა ეგ დღევანდელ პირობებში რა ვიცი დასაჯერები არის თუ არ არის მე არ ვიცი არანაირად ეხლა სახში როგორ ყავდა პირუტყვივით ყავდა თუ რა იყო კაცო არ ვიცი არა თუ შინაური დევები ყავდა თან დედლები ალბათ თავისებური ახსნა ექნება და მაგის დამწერისას მომზადებული იქნების ის რომ აი როგორ გაუძვას ამას ვიღაცამ რო რაღაცა ან კითხას ხო პასუხი ექნება მომზადებული ხო კი გასო აი რა იახსარი რომ ისდევდა ეგ დევებია იახსარი ეგ იახსრის ის ეგ უკვე ეგ დევები იყვნენ თუ სხვები აღარ ვიცი ახლა ეგ დევი მაგათ შუაფხოდანა გამოქცეული ისდევი და ახლა როგორი ტეკლე ხო გალო ხო როგორ არა ბიჭო ისე ხვებოდი გონი ახლა ცოცხალი არა ცოცხალი ისე ხვებოდი ტეკლე რო ბიჭო ისე მეჯე აი გეუბნები სხვაზე არაფერზე არ ფიქრობდი ისე ხვებოდი რომ ნამდვილი ყო რა იქ იმ სასაფლაო აი მე მოვესწარი კიდე ბიჭური ყო ხუცესი და იმ ავის გორი ჰქვიან რა მაში ის სასაფლაოც იქ არის ავის გორზე და იქვე არა დაბლა წყლის პირზე არა ცოტა მაღლა და ჯვარნიც იქ არიან აი ავის გორ უცხოვრებო იმ დევებს იქ ო და შეუწუხებო ხალხი და იქიდანა გამოქცეული დევი ანუ ავის გორი კი ავის გორი ჰქვიან იმ ადგილს რა ავის გორი და ხალხს გამოექცა კაცო ის კოპალამ ისაკნა შეაშინა გამოუდგა წამოხვა ეგ მოვიდა იასითლეს ან ლახტი ესროლა ის ყლდეს რაღაცა ორად გახლეჩილი ამბობენო ეგ ისგან არის მერე ნატეხი რაღაცა ამ დევს მოხდა თვალში გონე თუ როგორ არა მერე სისხლი რო შედედა იმ ტბაში იქ და ვეღარ ამოდიოდა ეს ხარნ გაუბნო და მერე უთხრეს რომ 4 ყურა 4 რქიანი საკლავი დაეკლა და გაიხსნა მერე ისი და ამოვიდა იახსარი იახსარ ამოვიდა იქიდან აი მაგას ისე მოხვა ის ანუ ხორნაულების დევები არ ყოფილიყო არა კაცო ხორნაულების დევებზე მარტო ივანე და ნოშრევან ლაპარაკობენ არავინ არის მაგაზე აი მდეგდევ ეგ იყო აი მაგაზე აი იქიდანო გამოუდგა ეს იახსარი წამოვიდა მოდია გაიქცა და ჩაუძრო იმ ტბაში თელი ზარაგვი შემოიარესა და აბუდელაურზე ავიდეს წინის უკენ როგორ ჯანზია ეგ დოქტორი ამ წინაზე ვერ ვნახე შატილკი ვიყავ ავედი ორჯერაც იზევით და დოქტორი მეუბნებოდა კაცო რომ რატო გონიაო ხალხო იქო ეგო ავედითო მე და რობიზონ მოის დევიო იმ ტბაში მოვკალითო აღარ არისო ცოცხალიო მოიცი როგორ საუბარიც ის რა დოქტორი ცოტა ასაკი შეეტყო მაგასაც აი ან როშკაზე ვისაუბროთ თუ რამეა ისეთი ახლა მე რაც ვიცი ყველაფერი ძალიან კარგი იქნება აი ეს დიდებისებრო აკლდეები
როშკის ქორვარი ის არის? მაგაზე ეგ არის აი როგორც ამბობენ იქ აბუდელაური ეს ტბები ნაულკნარი ვულკნის შედეგია ახლა იქ ძალიან ლამაზი რო გამოდის რო დამუშავდება. აი რო უყურებ იქიდან ზევიდანო დახედავ ეგრეა რომ ამოფრქვეული ლავა მოდის მოხდება ხევი აქვს იქით ხეობაზე ვერ გადადის ამ ტბის წყალს მოხდება და ჩამოდის და ჩერდება ეგ აი ეს კლდეები ალბათ ეს იქნებოდა ლავა ცხელი და გაცივდა მერე და დარჩა კლდეებად ეს რო დაიხერხოს დამუშავდეს არა არა ამას აი ზუსტად იმის გულისთვის რომ აი ეს რაღაცა შეკოწიწებული აი ლავისგან იმისგან შრეები აქვს წყალი ეხლა ზევით კლდეებია ზოგი კლდეეხია აი მაღლიდან ნაწვიმი დაბლა ჩამოდის იმი აი ეს ბევრჯერ აი ეგეთი კლდე არის შრე აქვს ამისა რომ გააკეთო იმას დროთა განმავლობაში მაინც ჩაიშლების და არ არის შრეები აქვს რა თორე ამაზე მაგაზე იცი რამდენ ლაპარაკი ყავს ძალიან ლამაზია ის ძალიან ლამაზია 1000-ნაირი ფერისა რა მაგრამ სიმტკიცე არა არა